ჩამოვედი გურიაში და კარები რომ გავაღე, დამხვდა ასე ლანგარზე დაწყობილი ხარისგულა პამიდორები. ბები აღარ მყავს. აქ არავინ არა. ამ ეზოში პამიდორს ვეღარ ვგავთ, ვინ მოუვლის. ან მამაჩემს აქ მოტანილი, ან მოყვრები მყავს ერთი ვაშალომიძეები. აქ. ჩემი ძმის, ცოლის დედმამა. დათო და ლია. ან იმათი მოყვანილია, ან მამაჩემის. მე სხვა არ მგონია მეზობელიც აღარ მყავს აქ არავინ. რაფერებია ნახე ერთი. უკეთესებიც ყოფილა გურიაში სხვათა შორის, მაგრამ შვენიერია ნახე. შაბიამნითაა ნაწამლი ეტყობა და კაი სანახავია. შვენიერი ნაყოფებია ნახე რაფერები. სუნი იდგა რომ შევედი კიტრის და პამიდორის სახში. რაფერია ნახე. თლათ ხორცია. ნახე რაფერია, თლათ ჩაშაქრებული. თესლი ცოტა. სადა აქ ნახე? ამხელა პამიდორს გატეხავ და იქნება მთლად 10 ცალი თესლი. პატარებიც ურევია სხვათა შორის. რომ ყოფილიყო უფრო დიდებს მომიტანდნენ, მეტი დიდი ეთყობა არის. მაგრამ კაი აგიცა. რაფერია ნახე? კიტრებიც უდევთ ზეთ რამდენიმე ცალი იყო კიტრი გაყვითლებულა წუხელის. ისეთი გემრიელი აქ რომ გამოდის გურიაში. ისეთი სხვაგან აღმოსავლეთში ასეთი კაი არა. ნახე რაფერი ვარდისფერია შეხედა. ჩაშაქრებულია მთლად. გადასარევი ახლა გავაციოებ მაცივარში შევაწყობ და გიახლებით ჩემ სტუმრებთან ერთად. ჩემი იტალიელი სტუმრები ასე თელ წყლაპავენ. თლიან პამიდორებს, იმფერი კაია. თბილისში წელს ისეთი მოსავალი არაა შარშა რომ იყო. მაღალი სარები გაუკეთე წელს და არა ერთმანეთში გადახლართული ნამეტარი ცხელოდა ხა და ფოთლებით ლათ ასე ქონდა მოხრუკული კი ასხია კარგები მშვენიერი ასხია, მაგრამ ისეთი არაა შარშა რომ იყო. წელს რაღაცა შეცდომა დაუშვი ეთყობა, გვიან დავდგე 14 აპრილს დავდგე. ხო და ჩითილი მე გამოვატანი სხვათა შორის მამაჩემ. ძალიან გულის ამაჩუყებელია ასე რომ დაგხვდება. დაკეტილი სახში რომ დაგხვდება რამე მოსაკითხი, მარტო პამიდორი კი არ იყო, ხაჭაპურები იყო, ჭადი იყო, კუხე პამიდორის საცივი იყო, ბადრიჯნები იყო. გემრიელად გაკეთებული რომ ჩემ სტუმრებთან თავი მომეწონებია, ჭადი იყო გახოვილი ტილოში ჯერ კიდევ თბილი.